მოგესალმებით, ეს არის Raymond Roots-ის მეორე სეზონის ნახევარფინალური ბეთლები. დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდება Wekili და Big S-ი. დღეს გავიგებთ ვინ არის ფინალში. მოკლედ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი და ერთი მაგარი ხმაური სახელოსნოს. ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი. და ჩვენი სპონსორია შენი კომპანია თუ უბრალოდ მოგწერ რა. Yo. კარგი. პირველი რაუნდი Big S. საუკეთესო დებიუტანტი, საუკეთესოთა შორის, Wekili ძაღლივითაა, ძვალს დაუგდებდა მოდის, ასეთი სეტაპების აწყობა მოვასწარიმე როდის, კიდე კაი გრაფტერმა არ მოიგო, თორე დამიძახებდი John Wicks, როგორც წინა ბეთზე ვიბაზე ზედმეც არაფერს არ ვაკეთებ. შენ როგორ დაწერდი, ეგრე დავწერ, უბრალოდ ამასაც უკეთ გავაკეთებ. მომისმინე ძმაო, მე ვხვდები Big S, დიტრაქს, ქვია Wekili, არ გამაჩნია ფანჩი სეტაპი მეტვინი, როგორც უყველა გენიოსი გავიჩიტების შეშლილი და არ გაპატიებ შენ ამე შეგეშალოს. ისე ვიბაზებ შენზე რო ადამიანებს წარმოდგენა შეეცვალოს, ხელზე დოკის საათი მიკეთია, ჩემი სეზონის მოგების შანსი ულევია, ყველაზე კარგად გაბეთლა უნდა ვიცოდე, მაგრამ რაც ვიცი მუხკლებია, Wekilმა ყველას პროჭია ულოკა და ბეთლემსობაც მოირგო, მაგრამ სანამ ბეთლებს მოიგებ, ჯობია რომ პროცესები მოიგო, ჯობდა ყველა პროცესი მოგებულია. ჯობდა დეტექტივი ყოფილიყავი, საინტერესო მაინცა, ახლა ვიღაცას პლანს უპოვნიან და შენ თუ ისიტყნავ რომ დაიცვა, ერთ დღეში შენ ბეთზე მეტი ლაიქები მქონდა და ნახვები. ყველა თეს კომენტარს წერდა პროსტა ტვინს თქნავდა ვარკეთილელი ბავშვები. ხოლო ამის მეტ ხოლო ამის ბეთლის კომენტარებს თუ შევხედავთ, Wekili არავის ევასება. ამასე კომენტარები მაგარი გულსკენს და არც პასუხისგაცემა ეზარება. სულ 200 კომენტარია. 190 სერგი საჯვამს და 10 თვითონ ამისია. მაგრამ ეს ამას უფრო ხოდავს, იმიტომ რომ ქართული ბეთლ კულტურის გადარჩენა აკისრია. საბოლოო ჯამში ყველა საზრი დაიკიდა და არაფერი არ გაუტყდა. ეხლა უნდა დავდგე და ჩემზე თემები და რამდენიმე ფანჩი გავურტყა. წინაზე მამუკამ კანახობდა ტექსტს, იყო მარტივი შესამჩნევი, მაგრამ შენ შეყლეო გიდევს ორი შესარჩევი. მერე წონაზეც გაამახულებს ყურადღებას, Big S-ას დაჭრიდა, მაგრამ არაფერი არ მოუვა. კარიერას გაგვიმაზავს სისხლი კი არა, შაურმის კეჩუპი წამოუვა. სიმსუქნეზე მორჩება, ვაფშე შეეშვება ამ თემას, მაგრამ მე პროფესიასთან დაკავშირებით დაიწყებს თავის მართლებას. მე ვარ ყველაზე თესლი და ყველაზე მაგარი. ხალხო რო იცოდეთ, ბეთლემსობა და ადვოკატობა ერთად გრეხი არ არის, შეყლეო. გეუბნები რომ წინას არ განჭრედა, შემიძლია. ყველაფერს შორიდან ვხედავ და მარტო სასწორებს კი არა, ბიჭო, რეპერებსაც მარტივად ვჭედავ. ისე ნავიდუ, ესეც კაი ახვარია. ისე მოახერხა რომ ორბეთში ნუცუბიზეზე უფრო ნახმარია. Wekilზე Wekilზე გავიკითხი ადვოკატებში, თარიღიც ახლოვდებოდა, ხვალ თუ ზეგ უკვე ბეთლების დღეა, მაგრამ შენმა კოლეგებმა მიპასუხეს Wekili ვინ ჩემი ყლეა. 8MC-დან 5-მა მახსენა. ეთყობა შეეშინათ Big S-ამ ვილი ისე დაამიცა. დალში 3-დან 1 მე ვიყავი, მეორე გრაფტერა და ამატერასუს ტექსტი დაავიწყდა. მირო რაღაცა ყლეობებს ბაზრობს. Wekilმა მიწევს, იბაზა ჩემზე ცუტონში, ადო იქით მე და ქავთარაშჭიდაობას ნიშნავს, ოღონდ სუმოში. სტიჩი ფასტუდების სეტაპზე გამიმახულა ყურადღება, იმიტომ რომ დაიბოღმა, უნდა და თვითონ ეჭამა, მაგრამ მე ადოს ყლეჭამა. სერგი ახლა დაგიბრუნდები, შენ პროფესიაზე გავაგზელებ მაგ ჯოჯოხეთში მაინც მოხვდები, მაგრამ აქამდე შენ გასაკულტურებულ ვიზუალზე მაინც მოვყვები. არ შეგეშინდეს, ნუ დადგები ბიჭო, აქ გაჭიმული, მაგრამ მაინტერესებს, რატო გაქვს შუბლი ნიკოფსი და რუბანდამდე გადაჭიმული, რამე ზედმეტი არ დაგცეს, ხო ისი უკან გაგტენი, თავზე რო შევხედე შუბლი კი არა, მეგონა iPhone 4-ის დამტენი, შენი ყლე ფანჩების მერე ხმაური კი არა, ეკოც არ მოვა, რადგან ძმაკაცებს კი არა, კედელსაც უწყდება შენ უკან დგომა. Wekili საქმეებზე ამბები მომივიდა. არ იკითხოთ ფაილებს, ვინ უბაზებს. ერთხელ ამის კლიენტს 3 წლამდე ემუქრებოდა, სერგიმ დაიცვა და 8 მიუსაჯეს. ცხალი. ბოდიში ერთი. შეცდომა.
მუხლები კარგად იცის, მაგრამ გაბეთლისას ბევრი უნდა გაიჭიროს. ისეთი ბოღმიანია ეს ბეთლი რომ მოვიგო შეიძლება დამიჭიროს. ხო იცი რამდენიც გინდა შეგიძლია მეღადავო. მე ეგეთებზე არ ბრაზდები. შენ დაცვა რომ შემომთავაზო პატრულს შემი ხელი დაურეკავ და ჩავბარდები. წინა ბეთლის მერე ვიფიქრე ტექსტებს დოკიხუა რუწეს თქო, მაგრამ მოусმინე და არ არის შანსი. შენ სიტყვას ბიჭო ბეთლზე კი არა პროკურატურაშიც არა აქვს ფასი. დღეს დაგენძრა შეჩემა, უნდა მოგიწყო პიზდეცები. ისეთები დავატრიალო ჩემ უკან დადგე შენი დაცული კლიენტები, მაგრამ ეგენ ისედაც ჩემ უკან დადგებიან. ეხლა ორ ბარს ვიტყვი და შენი შანსები უბრალოდ გაქრებიან. დიჩი, მაგრად ეხასო ჩემი მხოლოდ ერთი და ამის ორი ბეთლია გამოქვეყნებული. ყველაფერი რასაც იბაზებს სასამართლოზე შეიძლება შენ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ხო და ბევრი ლაპარაკი არ ვარგა. ასე მასწავლეს ქუთაისის უბნებმა, ამიტომ ჯობია გაჩერდი ადვოკატო და გამოიყენო დუმილის უფლება. ვექილი ყველა საქმეში მაგარია. ვექილი არავის გავს. შენი კლიენტი რო ვიყო განდოს ვიყიდი ეგრე უფრო დაცულად ვიგრძნობდი თავს. ხალხი საგონებელში ჩავარდა. ახალს შემოგთავაზებს განა ვექილი, ჩემი რაუნდები მეტროს მაგონებს ისია შევსებულ გადატენილი. მე და ვექილის ერთმანეთთან შეხვედრა მგონია ღმერთმა ინება. რადგან ჩემთან წაგება შენი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება. ბიგესი ცოდვებს შეგინდობს, ბიგესი ხელგაშლია. მოდი შეჩემო, მაგრამ ფინალის ადგილი სასტუმროს მაგონებს უკვე წინასწარ დაჯავშნილია. ვილია 16 წლის, მაგრამ დღეს გაკვეთილ შენ ჩაგიტარებ. მარტივად დავწერე, იმიტომ რომ რთულად რო ვწერო, ვერ გაიაზებ. დაღრენილი სახით სიარული და როჟასულ გაზეთილი. 16 წლის თბილისელი ემოსმუხლები ხარ, შენი ბაზარია გაცვეთილი. არ მინდა Bravo. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ეხლა უნდა გავაბაზო თემა ძმებში და გაჩვენოთ როგორ ბაძავს ვექილა ყველაფერში. ორივე ბევრს ჭამთ ოღონდ მე საჭმელს და ეს სირცხვილს. ბევრი არის ბლატაო შეჩემა თორე მოგიტყნავ სხვირპის. ზედმეტი წონა აქვს ამასაც, მაგრამ მე უფრო დიდი ვარ. კამარი ქუთაისში მოდის, მაგრამ მარტვილში რჩებაო, ყვირი ხარ. დღეს მაგრად გამიკვირდა ბოთლით რო არ წასგა და ბლანჟი არ გაიკეთა. ჯავახის შუში ჩავაბარე და გვარი ჯავახიად გადაიკეთა. ბლატაო დოკის საათით, მაგრამ დოკის ფავორიტი მე ვარ. წინაზე იყვირა ბიგესი რა ჩემი ყლეაო, მაგრამ აქ ყლე მარტო შენ ხარ. ყველაფერი სწორი ვთქვი და ვიტყვი კიდე ერთ მართალს. რომ ვექილა ისენ ბაძავს როგორც ყველა BPM რეპერი ტაჰას. ეს ფიქრობს როცა უნდა. ეს ფიქრობს როცა უნდა მაშინ გაიზრდება ამის საიპი ზომაში. არ დაპატარავდეს გაქრები, რა ის ზომისულება ბიჭო საბრატოში მყავს ანთმენი, სადაც არ უნდა ეცა. სადაც არ უნდა შემხედო ვიქნები ძმების ერთ გული, მაგრამ საჭირო დროს არ ცხრობა მეშლება გავიჩიტე მე დედპული. დაჟე შეჩემა წონა ჩემი პლუსია, არ გამაჩნია ნაკლი, მწვანე ვიზუალი, ახვარი ტიპი თითქოს შენ წინ დგას ჰალკი, შენი წაგების რაოდენობა ისევე როგორც ჩემი წონა არის გეინი. ვექილისნაირ უსამართლო ტიპებს საღამოობით ცხრილავ ბრიუს უეინი. შენ მარტო ინტერესის გამო არ მოგიგებ, დაჟე ცოტას დაგინდობ თუნთხოვე. დღეს დამიძახე ავენჯერები ამას გრაფტერისთვის შურის ძიება უწოდე. ვაი და დაცვა დამჭირდე სატყვე ჩაივარ არ მიშველი. ადვოკატო მერიდე დღეს მე გავიჩიტე ფანიშერი. ყოველთვის ვფიქრობ კამანდა ვაკაიფო. მაყურებელს უსორდეს თან მეფიქრება ნახვებზე ჩემი წინა ბეთლიზოს კრაუდი გაიჩიტა ჯოკერი რადგან არავის მოშორდა ღიმილის სახეზე რაუნდი პირველი რაუნდი ვექილი იო მე შენ არასდროს არ დაგიჭერ რადგან სასამართლოებს ისე ვიგებ, არ მჭირდება ბეთლივით ბოლომდე ჩაჭერა. იცი რატო არ დაგიჭერ არასდროს? არასდროს მხიბლავ და ყალის დაჭერა. ოკეი. თავისი გენგის წევრი გამოიყვანა. და დაჟე ამაზე ტექსტიც გამოიტანა. ამ გულივერმა ერთხელ იმოგზაურო და ეს ლილიპუტი წამოიყვანა. ეს ლილიპუტი მე არ გიკეთებდი კომენტარებში. ეს ლილიპუტი წამოიყვანა. ოკეი, ეს ორი ფრისტაილი სტატისტიკაში. ოკეი, ვიწყებ. ხოძე ერთი ხმაური. თავიდან ვიფიქრე წონაზე ვეღადავები თქო. ნამდვილ როუს ვანახებ. მაგრამ მე წონაზე ვის რა უნდა ვეღადაო, ჯარშიც წონაზე დამბრაკეს. მე ვიფიქრე ვიძე ვეღადავები თქო. ეს ფიქრები ყოველ წამს დამსდევს, მაგრამ მე ვიძე ვის რა უნდა ვეღადაო, კლასის შეკრებებზეც მშობლებში მსვამდნენ. მე ვიფიქრე ვეღადავები ბეთლემსობაზე თქო. ყველას როგორ უდევს პირში საჭმელს, მაგრამ მე ჭამაზე ვის რა უნდა ვეღადაო, ყველა ბეთლემს პირში ვაძლევ.
მერე ვიფიქრე რომ ვეღადავები ფლოუზე, ვაიბზე, ფლეივაზე, ტექსტებზე, ხმაზე, მაგრამ არავით არის, მაგრამ იდგები და იგებებ ნამდვილ ბეთს. ეს არის ნიურნბერგის სასამართლო. გაგახსენებ ყველა ჩაჭმულ დღეს და შედეგს ისედაც მგონი ხვდები, რადგან როგორც კი დაუწყებ შენზე საუბარს, მიხვდები რომ ჩემი სიტყვები უფრო მძიმეა, ვიდრე მაგ ხელზე ბორკილები. ოკეი, ვინც არიცით? ჩვენი სანდრო სპორტსმენია. დაჟე ზედმეტ სახელიც აქვს თავისი. პროსტა ამას მე ვიტყვი, იმიტომ რომ თვითონ ამბობს ქოშინით, ვისაც ეს ბიგესი გონიათ, ჩვენ გვყავს სანდრო ნოშინი. და სანდრო ნოშინს არც თუ ისე წარუმატებელი კარიერა აქვს. ყოველწელს დუქნის ჩემპიონი, გადასასვლელი ყავს ყველა ცხოველი და ყველა ცხოველის ემბრიონი. გენგი წავს სამკაციანი, ნებისმიერი გამოკრავს ჩახმახს. პროსტა წინაფეცს და ყველა კაცში გამოჩენას ჩალიჩობდა და ამის გამო არც ერთი არ ჩანს. ერთხელ სანდრო ნოშინს მაკაცებმა კითხეს, თავისუფლების გამო რას შესწირავდიო და ამან 18 ლარიან შაურმასო. ყველას გაეცინა, ვეღარავინ იკავებდა თავს, მერე ამოისუნთქეს და ყველა მერთხმად შევეციო მტყვანს. ოკეი. გახსოვს რომ მკითხე რატომ დადე მეორე შესარჩევი ვიდეო თქო. შენ მითხარი რომ პირველი არ მომეწონა და მაგიტომ. ვა აქ რაღაც არის ძმანიტო. არა ეს თემა ადვილი. მერე ვიფიქრე ჯგუფი ხო არ შეეშალა სადაც დადო, მაგრამ დავიჯერო ამ დიდმა ტრაკმა დადებამდე არ შეამოწმა ადგილი. მერე ვიფიქრე ალბათ არ მოეწონა ხარისხი. თემუს კლიენტი ვიტყვი დედაც მოვტყან ხარისხის. ხარისხმა როგორ დააკარგინა ხალისი. თან მაგ ვიდეოში ბაზრობს როგორი ნეტარებით და უცებ აღმოვაჩინე კომენტარები. არავინ იფიქროს, რომ ჩემი ბოლო ბეთლის კომენტარების მერე შენი შესარჩევი ვიდეოს კომენტარები ციტატებად ვაქციო, მაგრამ შენ გირჩევნია რომ მაგ ხალხს ზიზღიშიანთხიო, მე მირჩევნია ეგ ხალხი ჩემ ფანებად ვაქციო, შენ გირჩევნია თავიდან დაბადო ბიგესი, მე მირჩევნია ამ ისტორიის წერისას ამ ეკლიან გზაზე ახალი თავები ვათრიო, ბიჭო. და ზუსტად ვიცი, შინაგან წინააღმდეგობას განიცდიდა დოგრაშვილის სანდრო, როცა მეორე შესარჩევი ვიდეო დადო. ამიტომ შენ მოკალი სანდრო, რომ გეპოვა ბიგესი და ამის ცხადია მიზეზი, მაგრამ მე ვიქნები პირველი, ვინც აღმოაჩენს მკვდარ სანდროს და ასე მოკვდება ბიგესი. არა ჭადრაკის, არა დუელის. ბეთლი იმართება ჩოგბურთის წესებით. და თუ შენი ნასროლი ჩემ ხაზებს ძლიერად არ შეეხო, ჩათვალე მუცელს ზემოთ იფატრები და ტოპებში ვერ ხვდები. აქ თითქოს ყველა ცდილობს დიდო სტატობას. ეგრევე უნდა ყველას მთლიანი, არავის ჯერა ფანტელების. მე კიდე კარგად ვიცი, რომ გრანდამდე მისასვლად ჯერ უნდა ჩავიჯიბო ეს მასტერები. და თუ შენი ნასროლი ქვა და თუ შენი ნასროლი ქვა გადმოცდა ჩემს საზღვარს, აღარ გათამაშდება პარტია, რადგან მიხვდები რომ კაცთან დგომა, რომელსაც ხელში უჭირავს ჯოკერი, ძალიან ჰარდია. ერთი ხმაური. დავაი. იმდენად ახლოს ხარ ყლეებთან. ისიც იცი ვარკეთილში რამდენი ყლეა. სხვანაირად როგორ შეგიძლი? ისე ახლოს ხარ ყლეებთან. ისიც იცი. ისი ახლოს ხარ ყლეებთან. ისიც იცი ვარკეთილში რამდენი ყლეა. სხვანაირად როგორ შეგიძლია ეგ სტატისტიკა მოიტანო. მე ბევრი მინახავს შენნაირი, ვინც ბეთლზე მარტო იმიტომ დიდგულობს, რომ ფიქრობენ არავინ არაფერს მოთხოვს, მაგრამ ბეთლის მერე ანთებენ სანთელს. ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, ვარკეთილში რომ გავიაროთ, პროჭი ჟიმჟიმი დაგეწყება და ვერავის ვერ ეტყვის სათქმელს. ვერავის ვერ ეტყვის სათქმელს. და შთაბეჭდილება იქნება ისეთი, რომ რასაც ამბობ, იმის შიში გდევს. და თუ ეგრე არ არის, ბევრი არ გვინდა ჩამოგვითვალეს სამი ვარკეთილელი ყლე. და თუ ამას არიზამ, აქვე დაიმარხება შენი წარსული აწყო და მომავლის დიდება, რადგან შესაქციას ერკვევა ბებერი ფუჩური, აღარასდროს აღარ იხსნება. ჩვენამდე მოსასვლელად დაგჭირდა ორი შესარჩევი ვიდეო, ორი ტრანსპორტი და ორი ნაბიჯი, მაგრამ მაინც ვერ გვთავაზობ სიახლეს. ყოველთვის მოგაქვს ერთი და იგივე, პროსტა შეფუთოა განსხვავებული და ამას ყველა ვიაზრებთ. მაგალითად, შენ პირველ ბეთლზე აჯვი შენს თავს და ეს შეფუთე თვით დისად. მერე შეჭამე ვილი და ალბათ მოჯვამ გაისად. მაგრამ ყოველთვის იქნები ნაბოზარი მსუქანი ბავშვი, რომელსაც არ შეუძლია ჭამოს საჭმელი, ისე რომ არ დაიჯვას.
და ახლა გასაგებია რაც ქენი. ჯერ მოკალივილი მე ეგრევე მოითხოვენ მკვდართან რემატჩი. ამ ამბავში აბა მასა თუ მიხვდება, რომ ეს არის საქაურობის ნეკროფილი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთით არ კმაყოფილდება. ბიჭო. ოკეი. რაც შეეხება წინა ბეთლს, წავიკითხე კომენტარები. სადაც 100 კომენტარიდან 96-ში გრაფტერს უზილავენ ზურგს. მართლა ვერ ხვდები რა ვქენი ასეთი, მაგრამ როგორ მოხდა, რომ მაგ კომენტარების უმრავლესობა დაწერილი იყო ერთი და იგივე IP ადრესით. ეს ფაქტი შეიძლება ვიღაცისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ჩემთვის დასაცინი ყოველთვის იქნება, რადგან მაგ კომენტარის ყველა ავტორი რომ შევკრიბოთ, ჯამში 3 ადამიანი იდგება. ბიჭო. აქ მოდით. ოკეი. და ბოლოს ხალხმა გადაწყვიტოს ვინ ხელსარიელები, ვინ დატენილები მოვედით. ჩემი ბეთლებიდან საცაკერო ამოწეროთ სიტყვები, შეიქმნება ბეთკულტურის კოდექსი და არ იფიქრე რომ შენი გაქრობის ინტერესი მაქვს ოდნავ. მე პროსტა მოქმედე პრევენციულად, შენაირმა ყალებავშებმა ტვინი რო აღარ მოთხნა. რაუნდი. არ ვიცი. მე ერთ შეგახსენებთ მხოლოდ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი და ჩვენი მხარდამჭერი Omega Ember-ი. მეორე რაუნდი Big S. მოიცა არ მომწონს მა. ერთი ხმაური Big S. სუსტი კომპიუტერი ხარ შეჩემა. სუსტი კომპიუტერი ხარ შეჩემა. ჩემი მოსმენის მერე გაიბაგე. რანაირი ფეხბურთელი ხარ ბიჭო, ერთი რაუნდის მოყოლისას დაიღალე. პირველი რაუნდის მერე ვფიქრობდი მეორე რაუნდში რაზე დამეჯვა. თავიდან ადვოკატობა მოვიცილი, ამიტომ ჯობია მაგ თემას გავეშვა. ერთი ბეთლის მერე ფავორიტი გავიჩიტე დავის გარეშე და სადაც გამისწორდა დაუფიქრებლად გავითარეშე. ყველაფერი ვთქვი რისი თქواس მინდოდა, მაგრამ ზოგმა ცუდად გაიგო. კომენტარები დამიწერეს, მაგრამ ყალე ვერავინ წაიღო. შენს ვერაფერს წაიღებ, იმედი არ მოგაყენე ტრაუმა. გააჯი პროექტიდან და აღარ დაბრუნდე ძეზე წასული მამა. პროექტში რო გამოდიოდა მთელ სამარგალოს გააგებინეს, არა და ისეთი უნიჭუა შესარჩევიც არ დაადებინეს. ტიჩი მჭკუა იხმარა, კონტრაქტებიც ხო დააწერინეს. ერთი ბეთლი აცადეს მერე ბიგე შეახვედრეს და პროექტიდანაც გააჯმევინეს. ვექილი მინდოდა ნახევარფინალში. ყველაფერი ეგრე აგიხდა. მაგრამ ძალიან დავიგრუზე რომ ამის ბეთლების საყურებელი გამიხდა. ტვინი რო ყურებიდან გადმოგდიოდა, მაგაზე აქამდე სმენია, მაგრამ სტიჩისთან ისეთები მოროშე გახსენებაც კი ძნელია. ბავშვობაში ფულები დაურგია. ამით სერგიას სახელი გაუთქვია, მაგრამ რატომღაც ფულისხი არ ამოვიდა. თავში ხელები ირტყა, ჯანდაბა ეს საქმე არ გამოვიდა. მე ფულებს ურგავდა ამ დროს ადამიანები ვითარდებიან. შენაირები ყლეები კი არ ხდებიან, ბრო. ყლეებად იბადებიან. წყალი. ერთი არ გავაცინე. ვექილს ფეხბურთი მაგრად ევასება. ცოტა ცნობილი რო გახდეს გუნდის ფეიჯის ადმის ეთმასნება. კაროჩე რო გაგაგებინოთ რაზე მაქვს საუბარი და ვექილარითი ამაყობს, გეტყვით რომ ჩვენი ძმა თბილისის ლიგა 2-ის სამოყვარულო გუნდ ჯაზგენტიუმში თამაშობს. პოსტი დადეს. ქოვერზე ეს არსებაა გამოსახული. მეთქი ხო არ მეშლება, ხო ეს არის, მაგრამ პოსტი იწყება სიტყვებით იუს გენტიუმის ლეგენდარული კაპიტნის სერგი ჯავახიას კომენტარი. შენი ლეგენდობა მოუტყამ, ბიჯო. შენი ლეგენდობა მოუტყამ, ბიჯო. მოგიტყან კაპიტნობა და მონაგარი. ამ პოსტის მერე ისიც ვიფიქრი, ამ გვერდის ადმინი თვითონ ვექილი ხო არ არის. კაროჩე, რაღაცა ყლეობები გვებოდიალა. გამოსილებაზე ისაუბრა გუნდის შემქმნელებს ელოლიავა. სიმართლე უნდა ვთქვა და სიმართლე მხოლოდ ერთია. წარმოიდგინე როგორ თამაშობენ ამ გუნდის სხვა ფეხბურთელები თუ კაპიტანი სერგია. ასე იდო ძმა პოსტი. ლუკაკუს ვიძე კი ხარ ისე. ლუკაკუს ვიძე კი ხარ ისე. შეგეტყო კიდეს დაღლა. თითქოს დღეს გაიჩიტე ნეიმარი და მართლა მოგხვდა 2 სანტიმეტრით მაღლა. შენზე ფანჩები არ გამოილევა. ვერაფრით დავცალე შევსვი. ამ ბოზებს ჩემი ტექნიკით ვაბრუებ ლიონელ მესი. კლუბი არა, მაგრამ სამეფო კი ვარ. თითქოს ყველა მიცობს, მაგრამ არავინ იცის ვინ ვარ. რატომ მოირგე ბიჭო უამრავი ტიპის როლი და მიძახე ლენად კარლი უკვე გავიტანე სადებიუტო გოლი. არ ტექნიკა მაკლია, არც ჰაიპი, არც გოგო და არც კაიფი. 18 წლის ცხოვრება კიდე წინა მაქვს. ხალხს შურს ჩემი და იბოღმება ლამინი ამალ. მიდი ვექილ ყველას გაუჯერე. ხელზე თავი უსვი. დღეს მე
გავიჩიტე ბეილი და შენ კარიუსი ფანჩებს გირთხამ როგორც ზიდანი თავს სახეზე ეს ბიჭი რიბერის გავს ფინიშთან ძილოდეს მე მიბობხდი მეც დახვდები მანდ რადგან ისტორიაში ყველაზე ჩქარა მივირი ვარ ხასთან კილიან ბაპე ჩემი გაბეთვლის უნარი კი უფრო მაღალია ვიდრე პიტერ კრაუჩი ვექილი არის მეორე რეპერი რომელიც გავუშვი ანდერგრაუნდში არ ვიცი რეპერობა შენი პროფესია თუ ადვოკატობა ხედავ მაგარი არეული გაქვს მაგრამ მე რო რეპერობა პროფესია თუ აქცია ხო ისი მაგარი დანძრეული გაქვს ტექსტის სწავლა მნიშვნელოვანია ბეთში არის ეგეთი მიზანი კი მაგრამ შენ რაუნდების გეწერა მაგებს არც მე ვისწავლიდი სერგი გულმოკლულია ამდენი ჰეით საიდან ვერაფრით ვერ ხვდება მე ბაზისას ხალხი მაჩერებს სტიჩი ხალხს აჩერებს ვექილე რო ბეთლავს კამანდა მისი ჩერდება ამას მახსოვრობის პრობლემები აქვს კაცი ვერაფერს ვერ მიანდობს სტიჩისთან ბეთში იმდენჯერ ახსენა დოკიან სამედიცინო დახმარება ჭირდება ან და ეჭვიანობს მე შემიძლია ჩემ თავზეც ვიბაზრო არ დავიღლები წერით რეპში დიღმელითან ქუთაისელი იგივეა რაც ყრუმუნჯი 4 ხელით პორნო ვარსკვლავი 2 ხლით არ რეპში დიღმელითან ქუთაისელი იგივეა რაც ყრუმუნჯი 4 ხელით პორნო ვარსკვლავი 2 ხლით არაკის 20 შოტივით ბიგესის ამბიციებით და სეზონის მოგების მოტივით ვილი კლასელებთან ერთად რაიმე დრუცის ოჯახში ამატერასუ 15 წლის ერთად ღიური ბინის ოთახში გრაფტერი ლოცვის კითხვისას დაბალი ტემბრის სიტყვის თქმით ქუთაისელობა და დიღმელობა იგივეა რაც შენ რეპერობა და ადვოკატობა ოღონდ პირიქით სერგის რო შევხედე შრეკი მომაგონა ზუსტად ეგეთი ახვარია ყველა ვისაც მაყუთი აქვს შენ გავს შეჩემა არაბია ტიპებს კუჩში მიუძდევდა მათი ტიპებს კუჩში მიუძდევდა მათი კვალი ქრება დღეს აქაურობა სისხლით შევღებე გავუკეთე მალი რება თავზე დაიხურე პანამა ვირჯინ აილენდზე წადი ძალიანაც რო ეცადო ვერაზოს გაიჩიტები ჩადი შენი ბარბი ბარებიდან არაფერი მტკენია ბუნება ისეთი ველური გავიჩიტე მე კენია ბიგესი ყველაზე მეტად უბერავს ბიგესი მარტო ქარია ვექილი ადვოკატი კი არა ეგ ჩემი შვეიცარია და სანამ გადაწყვეტ შეჩემა ვინმეს ფანჩი ესროლო მანამდე ჯობია აქ ფანჩი დანასავიდლეს სოტო ვექილი ძალიან განწირულია მე მგონი უნდა ვუთხრათ რომ დღეს მე ვაწყობ რუბიქს და ეს მომევლინა კუბად მე ძალიან ბევრ ამას ხდებოდი ადრე შევხვდები მომავალშიც და ახლა ჩვენი რა ხვდები შეხარ ბიჭო ცუდი Wi-Fi ერთ-ორ დავანახებ და მე საერთოდ ქრები ამიტომ გჭირდება ბუსტერი ვექილს შეუძლია დაითრიოს მაგრამ ჩემსავით თესლი Wi-Fi მაინც ვერ გახდები ნებისმიერ შეუძლია დამიჭიროს წინაზე წინაზე ნახევარი ბეთლი უფრისტაილია ეგ გამოიტანა ვერსად პრინციპში არაფერი შეტყობია რაუნდებს მაგრამ არ იფიქრო იმიტომ რომ შენებავ თესლად არ ქონდა სეტაპი და ეგრევე კეთება განახე ბიგესზე რა ეჭვები და ძაღლის და ვიყო ყველაფერი ჩემი ვეხელით დავმარხე გულწრფელად გეუბნები ბეთლემსი რატო ხარ ვერ ხვდები როდესაც პროექტში გამოდიხარ მარტო სეტაპი ფანჯი და როუსტი არა ბრო ჭირდება მხატვრული ხერხები ამ ვერაკთან ვერაგობის ვარიანტებია ვფიქრობ ვატირე ვილი ვატირე ვეკილ ვინმე უკეთეს ვითხოვ შორიდან შაირი შენი განაჩენია შენი იყო გრაფტერი და ჩემი დანარჩენია ამიტომ ვფიქრობ მეორე გვამსაგ იყო პირველ რაუნდში შეკვირდი გაკვეთილს ჩაგიტარებთქო დავიწყე ეს ალიტერაცია იყო ასეთი თესლი ბეთლემსი რო ხარ შეჩემა თავი ვინ გონია მაგრამ ადვოკატო ამას გინდა ხატრული ხერხი დაარქვი და გინდა ირონია სერგი ყველაზე მძღნერო და ყველაზე შიტუ MC ჩემი ორივე რაუნდისას დაგამცირე ამიტომ სახში გაარკვიე რა არის ლიტოტესი დღეს საქმეები გადავდე და მოვედი რა იყო ინსპირაცია მეორე სიცოცხლე უნდა მოგანიჭო პერსონიფიკაცია ბიგესი შესაძლებლობები არავისთან არ ზიარდება შენი ნახევარ ფინალში გადმოსვა ნიჭის ზეიმი კი არა იყო მხატვრული გაზვიადება კიდე შემიძლია რამეში გამეცადინო თუ დაგჭირდება სეტაპები წავაგო მაგრამ ისეთი ჭკვიანური სიტყვები გამოვიყენე ჟიურიმ შეიძლება ვერ გაიგოს და ეს ბეთლი სწორედ მაგითო წავაგო ადვოკატო იმედია ჩემზე არ დაიწყებ გამოძიებას რამე არ გადაგიტრიალდება ტვინში იმიტომ რომ წინა ბეთლზე გავიჩიტი ამატერასუ 16 წლის ვეცი პირში რაუნდი მეორე რაუნდი ვექილი ნამდვილად არ ვიცი ეს 200 კილოიანი აკენფეევი ფეხბურთის თამაშზე ვის ეღადავება ბეთლემსია და ისიც არ იცის როგორი მოძრაობს ბეთლემსმა შეჩემა წინა ბეთლივით სოლქმარმა რო ჩამოიარო შენზე უკეთესი პერფორმანსი ექნებათ დათუ საპირისპიროს ფიქრობ მაშინ ფრისტაილი ახლავე დაიდოს იმ დღის დედას შევეცი შენი ტექსტები ამ ჟურმა ვერ გაიგოს
ოკეი, ეხლა დავიწყებ. ეს 4 ფრისტაილი. ლეზემ კიდი. თორე წეს შემოვიდა რომ ფრისტაილი დავიკიდოთ. ოკეი. ბიჭო, მე რო ვიდეო არ გახდეს ჩასაწერი რა. კაროჩე. ოკეი. წინა ბეწლებმა საინტერესოდ ჩაიარა. ამატერასუმ ისევ არ იცოდა ტექსტები, მაგრამ 7 მაფია ხო ყავს ყლეზე. ბოდიშ თავიდან რა ერთი ის. ბოდიშ. არ შემშლია მართლა ერთი წამ. წინა ბეწლებმა საინტერესოდ ჩაიარა. ამატერასუმ ისევ არ იცოდა ტექსტები, მაგრამ 7 მაფია ხო ყავს. ვილი კარგი ბიჭია, მაგრამ გააგდეს და ახლა ის თავისთვის ოხრავს. ადოს დიდი რესპექტი, იმედია ფინალზე თვალს მოუკრავ. მირო ბეთლზე კაცობდა, მაგრამ ბეთლის მერე ისეთი ჩაჯმული იყო, დარწმუნებული ვარ დღემდე ამატერასუსას ლოკავს. თეოლოგი მე გავაგდე და ახლა ყველა გაგდებულს ისულის და ლოცავს. სტიჩისთან ერთად ფინალის სცენა მინდოდა გამეყო, ისევენ აებნა, წააგო ამის კარგი სტრაკი მოუთხარ. გავიძრო. ოკეი. ამის კარგი სტრაკი მოუთხარ. დარჩა ერთი, რომელზეც სამყარებს პროექტი იმეც, რომლის მუღამიც და ხოში აქვს, მაგრამ ვერ ხვდები როგორ უნდა ამყარებდე იმეც ტიპზე, რომელსაც ტრაკის სახელში აქვს, როცა ნორმალურ ადამიანს პროჩი აქვს. Fuck. და სანდრო ყველაფერს მისცემს პროექტს. არ აქვს მნიშვნელობა საჭმელად ჩანგალია თუ კოვზია. პროსტა ეგ არის ბიგესის 30%, თორემ ნახევრის მეტი ბოზია. ბეწლამდე კლავიატურა გადატყნა სოციქსელი, გამოუშვა CEO. არც კი იფიქრებდა რომ ბეწზე გამოვეცხადებოდი, მაგრამ ახლა მართლა ბეწზე ვარ, მოდი შეყლიო. შენი გენგის ერთი ტრეკი ვნახე. სახელად Blood and Authority, სადაც სულ ხართ 3 ტიპი. შინაარსი დიდად ვერ დავამუღამე, მაგრამ დავამუღამე სამიზნე, რომ ის 2 ტიპი ჰასლერობას და ფლექსაობას ჩალიჩობს. ეს ვიღაც არარსებულ ტიპს აგინებს, მაგ კლიპში იბრალებთ ჰასლერობას, განგსტერობას, ყრით მაყუთებს და თქვენი აზრით ეგ თემა ნაღდია, მაგრამ საეჭვოა ერთი ფაქტი, რომ თქვენს ფონზე საქართველოს ბანკია. ერთი წამი. და არ იფიქროს არავინ, რომ ესენი საქართველოს ბანკის რეკლამას ჩალიჩობენ დაბალპროცენტიანი სესხის სპონჯი. არა ძმებო, ამათ ხომ აყუთი არ უჭირთ. რეპიც პროსტა ჰობია, ნალუბოი დროს გარეპავენ, როცა უნდათ $100,000 მანქანას დაითრევენ და მერე ლარიან სამრეცხაოში გარეცხავენ. გადაიღებენ კლიპებს, გააძრობენ კლიპში დანა სტარს. მერე აყრიან ფეიქ დოლარებს და $500 სესხზე ბანკში შეავსებენ განაცხადს. არაფრით გამორჩეული ჰასლერების გენგი, რომ ვერ ქმნიან განსხვავებულ ტანდემს. დამსუკანი დაკალიც იმიტომ ყავთ გენგში, რომ უნდათ ამის ფონზე უფრო თესლები ჩანდნენ. ერთი წამი ვაფშე სადახარ. ჯერ სადახარ. დავაი. რაც შეეხება ამის ტექსტს, რას ბაზრობს? ხათაბალა ვისაც უნდა შევეცი მე, მაგათ ყველას მამიკოს შევეცი მე. მინდოდა რაღაც მტკივნეული მეთქვა, აბა როდისღა მეცლება, მაგრამ ისეთ რამეს ამბობ, დარწმუნებული ვარ უკვე ნატკენი გექნება. მაგ კლიპში ის 2 ტიპი ცდილობს მაინც ჰასლერობას. ცდილობს მაინც ჰასლერობას, იღებენ აგრესორის მიმიკებს, იქნევენ ხელებს. ეს პროსტა მანქანის სიდენიაზე დევს და ბაზრობს ტექსტებს. ისეთი ტლანკია, ექსი ტლანკე უფარავს ნიჩს. დაჟე, ამის ვიდეოს თუ დააკვირდებით, ამის ტექსტზეც ამის მაკაცები აყოლებენ პირს. ბიჭო, ამის ტექსტ სვეჩი ეგრია ბრატ, არ ვღადაო. ბომბები ეხა, ბომბები. ოკეი. ეხა ნახე. ბეთლემსობა არ არის ის, რომ რაც მოგადგება სასაზე, ყველა ფუთხი ყარო. არ არის ბეთლემსობა ის, რომ გადმოაგდო ყველა შენი სიტყვა, უნდა შეძლო და სასა მართო, დაეგრე თუ არის ზამ, მაშინ მოხვალ ჩემთან, რადგან ყველა მიცის, რომ ვექილის გარეშე არ გამოვა სასა მართლო.
ნებისმიერ ინფორმაციას მტერზე ოქროს ფასი აქვს. მეც გადავხედე სანდროს სოციალურ ქსელს თვალის მოკვრით. სანდრო 100%-ით გავს ანჯელინა ჯოლის. იყო ასეთი პოსტი. პროსტა ვერ ვიხსენებ სანდროს ქონდა დათებული თუ სანდრო ყავდა დათაგული თვითონ ანჯელინა ჯოლის. რაღაცით მართლა გავხარ. შენს ჩაებით ძაღლების თარეშებს და კარგად ვიცით ყველა რომ აქ შედგომა საზრი არ აქვს პიტის გარეშე. შენ წინა ბეთლზე აჯვის შენს თავს და არ მგონია ეს ქუთაისელის შესაფერისი საქციელი იყოს. ამიტომ შენთვის ქუთაისელის სტატუსის ტარება ძალიან მძიმეა. მე ეგეთი რწმენით ავცხოვრობ და ჩემი რწმენის გამო დარწმუნებული ვარ უფრო მეტ პატივისცემს ნიკეა. ამიტომ მოგიწევს გააკეთო ახსნა განმარტება თუნდაც პატაკით, მაგრამ მე დაგიმტკიცებ რომ მიწაზე შენი ადგილი არაა, მაღლა კი. მიწაზე შენი ადგილი არაა, მაღლა კი და გაგიმართლა რომ მე არ ვარ ქუთაისიდან და არ მოგიწევს მუხლებზე დაჩოქვა და არც თავის დახრა თან. შენ ამბობ რომ ხარ სრულწლოვანი და თან მეტალის, მაგრამ მაგ საქციელის გამო დაში არ გამოგიშვებდა ავტოქარხანა და აუცილებლად უნდა ითქვას ერთი რამ, რომ ქუთაისი ქალაქია ინდუსტრიის მშენებელი, მაგრამ შენ სულ რო იყო წყალტობო ვერ იქნები მისი დამამშვენებელი. ოკეი. შენ ჰიპ-ჰოპში ხავთ რა, ოღონდ ეს არ შემოწყვეტი. შენ ჰიპ-ჰოპში როგორც ჯვარზე გაკრული ბარაბა სულცარიელი ხარ. გინდა მოიტანო შენი სიტყვების ნახირით ჯახირით, მაგრამ ვერაცდება ნალექს სანამ ესმის ჩემი მაგთავს ხმა. ამიტომ საჭიროა იპოვო სამუდამო მოსასვენებელი, სანამ ამ თემაში დაგედო კიდდო ბანი, რადგან მაშინ შეცდი, როცა პირველად შემოაღეს სახელოსნოს კარი, მძიმე წონით, ხელში ვერცხლის ქისა, სულში იუდას პორტრეტი და მიხვდი რომ გაიყიდე და სახლი კი არ აღმოჩნდა ისკარიოტელი. ამიტომ მიდექი და ამტკიცე რომ ზადიყავია მწამებისთვის, რადგან როგორც კი მორჩები შენს გამოკვებას, პროსტა მძორი იქნებიან სვავებისთვის. რაუნდი ბიჭო. დავარ. დანარჩენი გამოუში დანარჩენი. ერთი ხმაური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი და ერთი ხმაური სახელოსნო ბარი. მეტი ბიჭო, მეტი ხმაური სახელოსნო ბარს. იო! ხმაური სახელოსნო ბარს! მადლობა ძალიან დიდი. მესამე რაუნდი Big S. შენ რაუნდებს მოვუსვინე. ამბიციები ძალიან დიდია, მარტო რაუნდებითაც მოგიგებ, ფრისტაილები ყლეზე მკიდია. მესამე რაუნდის დასაწყებად ცოტა დიდი დრო დამჭირდა. რითმები ოხრად მოდიოდა, მაგრამ ფანჩების წერა გაჭირდა. მშვენივრად გადმოვეცი აქ, რა მინდა და ვინ ვარ მე, მაგრამ მისიც მოყვე რეები გაპატიეს და მაინც რეები იკადრე. სერგი ჯავახიამ ადვოკატობას ერთი ხმაური. სერგი ჯავახიამ უნდა ადვოკატობას თავი დაანებოს და სხვა სფეროში სადოს. ნიჭი დადგა ბეთლზე, დაირქვა ვექილი და წინ დაუყენეს ტიჩი. დაიწყო ბაზარი, დაავიწყდა ტექსტი, გადმოაგდო გრაქარმა, დიჩიზე ფანჩი დაწერა, დიჩიმ ფრისტაილით უპასუხა, კაროჩე სამ რაუნდზე ერთი ლაინით მოუგო წამყვანმა. აღარ არის ამარხსე ნახვები მაგბეთლის მერე, მაგრამ ცოტა იხოდება ოღონდ უბეთლაუს დოკიან პელე, მაკრეებიც იკადრე, არ ვიცი დიჩიმ სეზონზე გამოსვლა რატო განდო, მაგრამ დღეს ბიგეს ხვდები, ამიტომ ჯობია თავი კარგად დაიცვა ადვოკატო. გადიხარ პროექტში, რომელსაც ახლახანს დაედო სათავე, წესით შენი გამოსვლით ნახვები ლაიქები და მაყუთი უნდა მოიჭრას, ჩათვალე, მაკაცობით ხარ მოხვედრილი. წესით ბედკარიერა აქედან დაიწყება, მაგრამ რასაკეთებ პირველი ვებეთში სკლეროზიანი ბაბუსავი ტექსტი გავიწყდება, დიჩის ადგილას ბოზიშვილი ვიყო სეზონზე არა გიყვანდი, მაგრამ განა იმიტომ რომ შენი ფანჩები სირობაა და არა ვყირავ არა, სხვა რამე შიგდებ ბრალს, უბრალოდ პირველი ბეთლია და პატივი არ ეცი პროექტს, პატივი არ გვეცი ჩვენ და პირველ რიგში პატივი არ ეცი ამ ხალხს. გაბეთლე თუ არა YouTube-ის ალგორითმს დედა მოეყნა. მაგრამ მეორე შანსს ყველა იმსახურებს, ამიტომ დიჩი მოგიწვია და გადაწყვიტა შენ CMC არ მოეკლა. მეორე ბეთლზე უფრო განვითარებული მოვიდა, ვექილში ნიჭმა გამოიდარა და ტექსტი რო არ დავიწყებოდა ბეთლზე მამუკა წამოიყვანა.
როგორც 2 წლის ბავშვს არსად ჩაჯმა არ გიტყდება, მაგრამ დიჩი არ ინერვიულო ეს ამის ბოლო ჩაჯმა იქნება. არ თქვა ბიჭო რომ მკვლელი ხარ, ვექილი ქილს ვერ შეირჩენს, ჩემი ნაბოზარი მეზობელი ხარ, ყველაფერს აბუქებ, ტვინს ტყნავ და მაინც არავინ შეგიმჩნევს. ვექილს მაგარი კიდია მოგება, სტიჩისთან ბეთშიეს აღნიშნა, მაგრამ მე გრაფტერას მოუგო და სიხარულისგან გაგიჟდა. ეხლა შეიძლება თქვას წაგება და მოგება ძმები არიანო, მეც სამსირისგან რასელი, მაგრამ როგორც დიჩი ამბობს გახსოვდეს, ბრო რომ კაინმა მოკლა აბელი, შებეცი ყველა თაღლიც, ვინც ღარიბებს ფულსახებს და ამით მოგებაში გადის, ტიპები მაყუცახებენ კამანდას, რომელსაც საჭმელიც უჭირს, მაგრამ თელამ კამანდას მენტალიტეტის მაგარი უჭირს. უოლ-სტრიტის გველი ხო ყველას გაქვთ ნანახი. საქართველოშიცა ეგეთი კომპანია ხალხს გამდიდრებისთვის უწევს ლოდინი, მე ბეთლ სფეროში ვატრაკებ და ამას დავარქვათ ჰოლდინგი. ვექილა ამ კომპანიის იურისტია, მიდი ხალხს დაახიე მაყუთი, მიდი ბიჭონუ ზარმაცობ. ეხლა ავდგები და ვექილას ინტერვიუს მოკლე შინაარს გაგაცნობთ. ჰოლდინგთან ერთად 24 წლის ვექილი კარიერულ მწვერვალზე იმყოფება. მათთან ერთად უნდა მიაღწიოს ბავშვობაში დასახულ მიზნებს და ეს ყველაფერი ნელ-ნელა იხოდება. 24 წლის ასაკში რომ შენი თავი პრაიმში გონია და მეც ვეღარ განვითარდები, ანუ მაგარი ტრაქში ხარ. რა ის პრაიმი შეჩემაჯერ 24 წლის ბავშვი ხარ და თუ პატარაობაში იმაზე ოცნებობდი რომ უსუსური ხალხისთვის მაყუთი დაგეხია, ეგ არც რეპერობაში, არც ადვოკატობაში და არც კაცობაში დაწერილა. ბევრი უოლ-სტრიტის გველის ყურებმა მოგიწია, მე მგონი, მაგრამ თაღლითობაში ნუ შემეჯიბრები, აქ მე ვარ ჯორდან ბელფორტი. ვექილის გენიალურობა დიჩის რომ შეუდგინა იმ კონტრაქტებშიც აღწერილია. თავიდან ჰოლდინგის საქმე კარგად მიდიოდა, მე სერგი დაიყენეს იურისტად და ახლას უყველა დაჭერილია. ძმებმა ნახევარფინალში გადმოიყვანეს და ამანაც თავზე აიშვა. ჩემი თავი საშიში ფილმი მგონია ასტრალში უნდა გაგიშვა. განთიადამდეს რომ დავიცადოთ ჩემსკენ იქნება ყველა. შენ დასამარცხებლად არ დამჭირდება არც ხერხი და არც ცხეულა. ვერც ეტონში კივილი ვერ გიშველის ბიჭო. გავიჩითე ცუდი მტერი. აქაურობა რომ დაბნელდეს მაგრად დაგენზრევა ბუგიმენი. მგონია სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობთ. ნაწილები გაქვს მოსაჭრელი. დღეს ადგილი შეგეშალა და სამწუხარო დაირჩიე მცდარი მოსახვევი. კაროჩე, შენ ძმობას ფიცა ვარ, სადაც არ უნდა იკითხო და ვისაც არ უნდა კითხო, აქ ფავორიტია ბიგეს. ეს შენს კარგად იცი და ჟიურიმაც, ამიტომაც არ მგონია ეჭვი გაუჩნდეს ვინმეს. ამიტომ გააჯვი აქიდან და ისო მიხედე ფეხბურთს. მაგას დაცვა იქნებოდი და დაცვა სჭირდება შენს გუნს. ისეთ ესლად ბაზრობს ატომ ჩვენიანიაო. ბარს რეალმა დაცვა გჭირდება ვექილი ჩვენი ფანიაო. ბარსამ ვისაც ეს ბიჭი გუნდში ყავს იმგრანდმა იამაყოსო. PSG-მ ერთი ქართველი ყავს და ვექილამ გააჯვას ისევ ჯაზგენტიუმში ითამაშოსო. სანამ მე და ჩემი ძმები ვექილს დავაფინიშებთ და ისე მკვლელები ვიქნებით, ვექილას ერთადერთი მაკაცი მამუკაც უნდა შევამყოლო ამას სიტყვებით. გამოიწე? შენ რეპერის არაფერი ეგ გამოიწე. მამუკას უნდა უთხრა რაღაცა ბიჭო. მიდი იბაზრი. მამუკას ველაპარაკებ ძმა გამოიწე. მე ვარ ბეთლზე, მე გამოიწე, მიდი იბაზრი. გამოიწე ბიჭო. გაიწე შენთამი ორივე. გამოიწე. ზეა კაცი. შე გაიწიეთ ხო, რო გითხო ვერს გაიწევი. გავიწევი ძმა. ლეზემ კიდე. კაი, რა დადირაუნი. შენ რეპერის არაფერი გეტყობა, ვიძე მაქსიმუმ ვირთაგვა, გამოსილებაზე როგორმე ეს ბაზრები საერთოდ ტარს მხოლოდ ვექილა გიკრავდა, წინაზე თქვა არც ტექნიკა მიუვარგოდაო და არც პანჩები, კაროჩე ყველაფერი აღიარა, მაგრამ არ ინერვიულობ რო, ეგენი არც ახლა არ გივარგა, ჩემი ყველა რაუნდი ზუსტი იყო, არ გამეპარა დრომე, ვექილს შეახსენე რომ ყლეა და ხანდახან შენ თავსაც შეახსენე ხოლმე. ბიგესი უკვე ფინალშია. ბიგესი უკვე ფინალშია. ბიგესი სერგის ასვენებს, თავის სუდიას დედა მგონია ყველა უმიზეზოდ მახსენებს. სერგი ის ბავშვი იყო მასწავლებას დავალება რო ავიწყდებოდა და ეს ახსენებდა. ამიტომაც რამდენჯერაც პონტი აიწია ყველა ჯერზე მოტეხეს კლასელებმა. ბრატებთან ერთად დურაკას თამაშობს და კარც აჭრევინებენ. ისეთი სირია ძმაკაცებთან სახში რო ადის ფეხზე ახტევინებენ. პელესბაიძე დალიეს, ვექილს არ დაურეკეს. ჩემთან და მიროსთან დავლიეთ, ვექილს არ დავურეკეთ. სახელოსნოსკენ მიმავალი ყველა გზა გადავუკეტეთ, მაგრამ მაინც მოვიდა. ბაზარი ქონდა ჩქარჩქარი, ხო ხედა ვარავის უნდიხარ როგორც მაგარ მუტელზე ფანჩარი. შენთან ბეთლი უმუღამოა, ვერ ხედავ Counter Strikes. აქაურობა დიდი ქურდობის მანქანა მგონია და მიძახე Franklin და ვაკატავებ ჩემს bikes. არ მჭირდება Free Fire, რო განახო მე ჩემი სტაჟი. შენ დღეს კედლებში შენებდი Fortnite და მე გავიჩიტე PUBG. როგორც არ უნდა იცადო, ვერაზოს გექნება გადაწყვეტილება სწორი. დღეს აქაურობას წითელი cover-ი ექნება Red Dead Redemption 2. ვექილი Shadow Fight-ის მეფეა. თესლი აკრობატი. ბევრი ეცადე, მაგრამ ვერ გაიჩიდე Valorant-ი. ამ სირობა რაუნდების ბაზარ ჯობია სერგი დროზე მორჩი. ზურგს ვერავინ გაგიმაგრებს, ვერ გამოიყენე Overwatch-ი. რამდენი story თამაში გინდა, რამდენი story-ან ვერსი. ამ ბეთლის მერე მე მგონი აღარაზოს გამოხვალ GTA 6 სერგია. სერგია, შენთან მაკითხები.
მაგრამ რთული არ იქნება, ცოტა მობიერი ვიქნები. როდის დაინახე პირველად ჭიშველი მანდილოსანი? კონდა თუ არა სექსი მასთან? გიჟური თუ როგორი? შაუთავთ პელეს პირველი ვიდეო ხო არ გადაიღო ამან? მუტელიც ხო არ გინდა ასე ამხელა. გავაცოცხო. მუტელიც ხო არ გინდა ასე ამხელა. გავაცოცხოთ YouTube-ის მიმები. სერგიას საყვარელი პოზა ზემოდა რო აждია. ქალი ტიტველი. პროექტში შენი ადგილი არ არის. უკვე წახვიდე დროა და თუ რამე გინდა ბალახვანში მოდი. ეიქანე კი ბეები როა. სერგიამ ბიგესამ პირველი ბეთლი მოიგო. შეხვედრა რავის არ მოუნდებათ. მეორე შემევიდა ოთახში, იგიც მოვტყანი. სამჯერ გამოუგებია რაუნდი. მესამე რაუნდი ვექილი. ოკეი. პელესთან ბაიძე იქამდე ვიყავი ასული, სანამ ასეთი სირი ბეთლემსებს დავერეოდი. შენთან და მიროსთან ისედაც არ მოვიდოდი, თქვენ სექსში არ ჩავერეოდი. და რაც შეეხება სფერო ჰოლდინგს. რითმა ყლეზე დაიკიდეთ ეხლა. სფერო ჰოლდინგში, შევიცი რაც გაგისწორდება. სფერო ჰოლდინგში არის ესეთი მიმართულება, სადაც ტიპებს, რომლებსაც აახიეს სახლი ბოზმა მევახშეებმა, ვეხმარებოდით ჩვენ და ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მე თვითონ გადავწყვიტე რომ ეს გზა ამერჩია და რომ იცოდე შენ მაგ საქმიანობით ძალიან ბევრი ადამიანი გადავარჩინე, მაგრამ შენ მაინც ამჯობინე და გაარჩიე ის რომ მე ეგენი ვერ გადავარჩინე. პროსტა შენ იცოდე ერთი რამ, რომ როცა მე ვმუშაობდი სფეროში, შენი ჯექის სახლში და მეცადინეობდი მათემატიკას, ითვლიდი გეოგრაფიას და არითმეტიკას, მაგრამ ყველაფერი არ არის ეგ, შენზე სათქმელი უფრო დიდია, მაგრამ მიბაზრე რამდენიც გინდა სფეროზე, მაინც ყლეზე მკიდია. ოკეი, შენ მკვდარ სიტყვებს რომ მქონოდა დინება, შენივე ფეხით მიხვედი სამარხთან. პირველზე არ გაგიმართლა და ნამდვილი ვილი არ დახვდა ბედკულტურის საცავთან. მეორედ უკვე გამოვჩდი მე, რომელმაც მოგცა შანსი, აგერჩია რომელი თემა მოგვეკლა და შენ აირჩიე წარსული და ისტორია. დაიწვნო შესაბამის შედეგს, რადგან სულ რო იყო ამ თემის ეტალონი, შენი დრო ამოიწურა და აზრი აღარ აქვს შემდეგს. ჩაუბრატდი ამატერასუს, გავარდა. ჩაუბრატდი სტიჩის, გავარდა. ჩაუბრატდი ვილის, გავარდა. არ ვიცი საერთოდ აქ რატო ვდგავარ, მაგრამ სანდრო, ჩემი ძმა ხარ. შენა მომსისხლო ემსებში, გინდა გაიჩითო ვამპირი და ყველას გვეღობები გზაზე. შენ ვერ იქნები აქაურობის იმპერატორი, იმიტომ რომის პრინციპს არღვევს, თან ისეთ პრინციპს, რომლითაც ფასდება ემსი, რომლითაც უნდა ხურდეს. შენ გინდა რომ სანდროც და ბიგესიც ერთნაირად უყვარდეს ხალხს, მე მირჩევნია სერგი უყვარდეთ და ვექილის ძულდეთ და სანამ გამომიტანთ განაჩენს, ანდერძად ვიპოვებ სათქმელს, რომ სანამ იტბაზრებთ ვექილზე, ჯერ გაიცანით სერგის ნაკეთებს საქმეს და ამის მერე მითხარით, რა გავაკეთო, საქმე ბოროტი თუ საქმე საჩინო. მაგრამ მე აქ მარტოდაც სარიელ ლაპარაკს მირჩევნია საქმემან ჩემან მაჩინოს. ოკეი. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ბეთლზე მექნებოდა მკვლელი ბარები და ჩემ წინ ვინც დადგებოდა ყველას გავყინავდი. ასეც მოხდა, ბიგესი გავყინე და ახლა ისლანდია. და თუ ახალი ისტორიის წერა სადმე უნდა დაიწყოს, მაშინ ყველა მოიმარჯვეთ ღიმილით რაცია, რადგან ვინც არიჩით, სწორედ დიდი გამყინვარების მერე იწყება ახალი ცივილიზაცია. ერთი ფაქტია საეჭვო, რომ როცა ვექილზე იწყება საუბარი, ბიგესი დუმს. როცა 16 წლის ვილიზე იწყება ბაზარი, გული სხვანაირად უცემს. იმენა ნაბოზარი გუგული, მე ვტყანავ და ეს მაინც ვილის უდებს. კიდევ ერთი. ტიპს სამი თვეა ვიცნობ. და მასაც გრაფტერივით არც ერთხელ ხმა არ ამოუღია. ამიტომაც მასში რამის წამოწდენის შიშის კომპლექსის ბუკეტია. წარმოიდგინეთ, სამი თვეა ვიცნობ და თურმე ამის ბეთლზეც გავიგე, რომ თურმე ბრეკეტები უკეთია. და ნუ გეშინია ძმაო, ყველას ყლეზე გვკიდია შენი სიტყვები. მაინც გავიგებთ რამე თუ გაქვს მიქარო, რამე თავიდან ერთხმაური. და ნუ გეშინია ძმაო, მაინც ყველას ყლეზე გვკიდია შენი სიტყვები. მაინც გავიგებთ რამე თუ გაქვს მიქარული. შენი სიტყვებია სლენდერმენივით არსებობს, მაგრამ ჭდილშია მიმალული.
შენი ხმის პატრონი არ უნდა იბრალებდეს ბეთლ კულტურის ღმერთობას. სოლოს კი არა დაჟე ვერ შეწყვები ფიტებს. ბოლოს შენი ხმით ვის თქვა სიყვარული სიყვარულიაო და პირშიც მისცეს. ოკეი. დანუცდილობ მაგარ ტიპობას მარტო იმიტომ რომ ბიკენტიის ქალაქიდან ხარ. სხვა მამე მოსაწონი უნდა მოიტანო და დადო დაკაბაბზე ნუ შეიყო ბაზრით რადგან ეგ ბიკენტია ცხავს გვევასება მარტო საწებელის გამო. ოკეი, ისე ბიგესი როგორი ცინიკური და იაზვა და მგონი ამას ვერ წხვდებით. წარმოიდგინეთ, ტიპი რამდენად ცინიკოსია აფრიკელ ბავშვებს რომ ეიაზოს მარტო მაგიტომ იცის წყალივით ტექსტები. Yes. და ერთი ეჭვი მიკლავს ფიქრებს, რომ როგორ შევძელით და კარი გავუღეთ ბიგეს ტიპს, რომელსაც აქ დასადგომად დასჭირდა ორი შესარჩევი ვიდეო, გიჩის და საერთო ახლობლების მოძებნა, დამპალი ლაინების დაწერა და მერე ჩვენამდე მოთრევა, თავიდანვე დაიწყი არასწორი გზით და არასწორი ხერხებით და ამას მგონი შემწყდებით, მაგრამ შეგიძლია სადო სხვა დღეს, პროსტა უნდა გავითავისო, რომ ნაბოზარი ინდოელი კურიერივით არ უნდა შეეხოს ხვის საჭმელს, უნდა ისწავლო შენი თავის ფასი, უნდა მიხვდე შენ საზოგადოებაში წილს და სადაც არ უნდა წახვიდე, აქაურობა დარჩება ერთ-ერთ ადგილად, სადაც შენი გენგი გაყენებს თავისზე წინ. ბიჭო. მიდი იბაზრე. როგორი ბეთლემსი ადვოკატი, მიდი იბაზრე, ვექილი როგორი ბეთლემსი ადვოკატი და როგორი ცუდია. პროსტა ეგ ყველაფერი არის გამოგონილი და ამუჯიშო ტექსტების მოსათრევად ბიგესმა თავის ტექსტებს მითი ურია. შენ აქაურობის ენა ჯერ არ იცი, ამიტომ მე აგიხსნი ამენაზე. თუ მითები და ლეგენდები ერთად ვერ ძოვენ ბალახს, მე რომ ლეგენდა ვარ და შენ მითი შემიძლია აგიხსნა ათენაზე. ათენაზე. კი, გასაგებია ჩვენთვისაც, რომ შენთვის მცდელობებია მთავარი, თორემ შედეგზე მზედათვარია რა მოგდის. იმენა ორსული ქალივით ხარ, პირველივე ცდაზე არაფერი გამოგდის. ოკეი. და ეხლა ბოლოს. ბიგესის აზრით ნამდვილი ბეთლემში უნდა იყოს მტაცებელი, თუ საჭიროა ცაში იფრინოს, თუ საჭიროა მიწა ხნას, მაგრამ შენ სულ რო იყო ორთავიანი არწივი, არავინ მიგიჩნევთ ტირანად და სისხლში ნუიბრალებს შიშავის შვილო, რადგან მაგას ვერ დამასწრებდი კაირო იყოს, ბეთლემსობა უნდა კონდეს ვენაში, დათანეგეთ სარკმარა, ჩემი სიტყვებია მწარე, შენი სიტყვებია ფახლავა, ჩემი სიტყვებია მკვლელი, შენ სიტყვებშია ანკარა, მე მაინც მენდომება შენი სხეული დავანაწევრო ასტანად და შენში ერთი წამი და შენში მკვლელის ინსტინქტის არარსებობას არ ამართლებს არაფერი და ჟეგულვაში სხვა სტილია, რადგან შენ სახელში ასოს პროსტა საზღვრებს მოშორებული ტალინია და ნუ ცდილობ მეძმაკაცო, აქედა სახში ცოცხალი მაინც ერთი წავა, რადგან სულ რო ვიყო შენი ბრატი, დაიწვევი, რადგან დაგწევ შენივე ბრატის ლავა. რაუნდი ბიჭო. მოკლედ ეს ბეთლი დასრულდა 79-73 და ფინალში გადადის ვექილი. გილოცაო ფინალში გადასვლას წარმატებები. მოდი ერთი ხმაური შევქნათ ბიგესისთვის, იმიტომ რომ ესეთი პერფორმანსი ნამდვილად ძლიერი პერფორმანსი იყო ბიგესის. ნამდვილად ძლიერი იყო ბიგესის გამოსვლები და მინდა რომ არ გაჩერდე, გააგრძელო და ბიგესის ქრუსტით თელი ქუთაისი აქ იყო და ერთი ამ ხალხისთვის ხელაგზაზე რომ გამოიარა. აქ არაფერი ქრუსტვის ერთიც რა. აქ არაფერი არ სრულდება, რა თქმა უნდა. შევხვდებით სხვა ბეთლებზე, ეხლა კი მოусმინოთ ჯიურის თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დოკ. ოკეი. გამოდის. მოკლედ, აქ მოსვლამდე
პირდაპირ ვიტყვი რომ დარწმუნებული ვიყავი რომ მოიგებდა ბიგესი და ზოგადად ამ სეზონზე ვიყავი ბიგესის დიდი გულშემატკივარი მაგრამ მოხდა ისე რომ თავის რავი ყველაფერი რაც აქამდე უჩვენებია ვექილმა დღეს გადააჭარბა კარგი იყო ის ფაქტი რომ რაღაცა ფრისტაილზე შენს დაუბრუნე პასუხი რაოდენობრივად მეტი გააძრო მაგრამ ეს ბეთლი ის ბეთლია სადაც ფრისტაილის ქულებს არ გადაუწყვეტია მოგება რა მოხდა ისე რომ თემები აქცენტები რაც გააკეთა სალაპარაკოდ უფრო მეტად წამოიღო ყველაფერმა ვიდრე შენმა რა მესმის რომ ქონდა სეტაპები გეოგრაფიული სეტაპი მარველზე სეტაპი მაგრამ მაგ სეტაპების დონე და სირთულე და აი დასრულება ის არ იყო რასაც შეეძლო რომ ამ წამს მოიგო რა არ გამოვიდა ხო და მოგლედ როგორც დაიწერა ქულები დიდი სხვაობა არ დაწერილა ჩემი მხრიდან მაგრამ ჩემი აზრით ვექილმა მოიგო დღეს იო ერთი ხმაური გროტესკისთვის სალამი ძმებს მოკლედ რა ეგეთ რამეს ვიტყვი რომ მე ძალიან ანუ შემიყვარდა ეს ქულების სისტემა რა ჩემთვის პირადად იყო ძალიან თანაბარი ბრძოლა ანუ არც მინდა არც საჯობა მინდა არც იმის თქმა მინდა ვინ მოიგო ვინ წააგო ამ კაცს მაგარი ენერგია ქონდა აი მაგარი დუხი ქონდა აი რავი ისმოდა ალბათ გვერდზე შენობაშიც ისმოდა რო ბაზრობდა რა ხო შენ ქონდა ძალიან მაგარი აი ბალანსი ქონდა ჯოუქების ბარების ტექნიკური შესრულება აი ყველაფერი იდეალური იყო აქიდან ფრისტაილი იქიდან არ ჩეკიდან ხელი აქიდან ხელი აი ძალიან მაგარი ბრძოლა იწია რა და პროსტა დავწერე ქულები რა საკმაოდ თანაბარია რო დავწერი არც ვერც დავითვალე ვინ მოიგო ჩემი ქულებიდან გამომდინარე მგონი ანუ მოდი ბარემ რა ჩავიხედოთ რა Bravo. მოკლედ თანაბარი გამოვიდა, ნახე ორივეს გაქვთ 8, 9 და 10 ქულა თუ რაღაც ეგეთი პონტი რა. ხო, რაღაც იქ პატარა ტექნიკური ის იყო მომენტები, მაგრამ ბევრი რეაქცია მოყვა ხალხის მხრიდან და ერთხელ რო გააწყვეტინებს ხმაური ადამიანს მეორედ, მესამედ ეს გროვდება რა და 20 წუთი რო გააწყვეტინებენ, ისეთი პონტია, მესამე რაუნდში შეიძლება რაღაცა ოპა და ამოგივარდეს თავიდან, მაგას ვაფშე არ უყურებ და მინუსად არ ვთვლი, პირიქით ძალიან დიდი პლუსია, რომ იქიდან გაგრძელება შეგიძლია. და სხვა რავი რა საღოლ ორივეს აი ჩემთვის პირადად ერთ-ერთი უმაგრესი ბატლი იყო რა მაგრამ ვისი ამოვნე გამენცის ხარ გამახსენე Oh shit დაგენზრათ ძმებო Oh მოდი ერთი ხმაური ედისთვის დავიწყებ იმით რომ ორივეს წინა რაუნდი რო ავიღო განვითარება რასაც ველოდი აქეთ ხარეს უფრო იყო რა იმიტომ რომ შენი და გრაფტერის ბეთლიდან ამ ბეთლამდე საკმაოდ დიდი მანძილია ესე ვიტყოდი თუნდაც იმ დელივერიში თუნდაც მიდგომა იქ ხმის ტემბრის სწორ მომენტში აწევა და ასე შემდეგ შენთან უფრო აი როგორ გითხრა პირველი რაუნდი ოკეი მეორე რაუნდი ბაზარი არა მაგრამ აი მესამე რაუნდში უკვე იმდენად მონოტონური იჩითება ეგ იყო რამდენიმე მცდელობა flow switch-ის, მაგრამ საერთო ჯამში თითქოს დამღლელი ხდება რა ბოლოს მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი უნარი გაქვს, იუმორისტულად მიუდგე ამ თემას რა. მეტი ბრაზი ალბათ უფრო გამოცდილებასთან ერთადაც ჩემი აზრით ეგ მოვა, რომ მეტი აგრესია ჭირდება ამას რა. რისი თქმა მინდოდა კიდევ. პირველ რაუნდში Marvel-ის სქემა, Avengers-ის სქემა ქონდა და ეს ამის გამო ქულა არ დამიკლია, უბრალოდ ჩემ მოსაზრებას გეუბნები, რომ თუ მაგალითად ერთ რაღაცას აიღებ, მაგალითად Avengers, იქ Marvel-ის კომანდა უნდა იყოს და DC არ იყოს. მეორე რაუნდში თქვი კიდე ეგეთი რაღაც, რომ ყველაზე სწრაფად გავირბენოთ რაღაც კილიან მბაპე, თუ სწორად მახსოვს, Thierry Henry არის ყველაზე სწრაფად მორბენალი. პირველი ორი რაუნდი ჩემთვის ცალსახად აქეთ ხარეს, მაგრამ აი მესამე რაუნდის დასაწყისი იყო, როგორ იცი, ველოდი აი ნეტა როდის დამთავრდება მეთქი და შუა ნახევრიდან იმენა ამოქაჩე, ოღონ ძალიან მაგრა ამოქაჩე რა. ხო. და ეგეთი მესამე რაუნდის მეორე ნახევარი რაც გქონდა, ეგეთი რო წამოიღო ფინალში და ეგეთი ენერგია და ეგეთი წერის ტექნიკა რო გქონდეს, რა ვიცი, ძალიან რთული იქნება ვიღაცამ რო გაგიწიოს წინააღმდეგობა. Yo! სულეგა, გაასწორა.